გამარჯობა მეგობრებო. კიდე ერთ საინტერესო ვიდეოს შევწერ, იმედია გამოგადგებათ. დღეს ვიყავი ოფისში, ეგრე მისამართი ვიდეოზე დავაწერე. ანუ ეს ოფისი არის რომოდის გადასახადი, აი ტაქსას გადასახადი, გზის გადასახადს რო ვეძახით. ანუ ვიყიდე მანქანა ვიყიდე რა, ანუ დავათვალიერე, მომეწონა, წამოვიღე საბუთები, გავაფორმე, ნომრები ავიღე 23 რიცხვში იანვარს და წავედი იმ საღამოსვე, რომ მივედი მანქანასთან, მანქანას რაღაცა შეცდომა ანთო და მოკლედ იყო გაფუჭებული და არ ვიყიდე. მქონდა დატოვებული ისბე უკან დამიბრუნა და წამოვედი და 24 დილით, ანუ 24 კი არ მქონია ნომერი ხელში რა, ანუ 23-ში ავიყე 5 საათზე და 24-ში 10 საათზე უკან მივიტანე ნომერი, დავაბრუნე, ანუ გავაუქმე ნომერი რა. და მივიდა, ქვია, გადასახადი. და რომ მივედი ახლა ოფისში, იმიტომ მივედი ვრეკე ვერ დავვრეკე და მივედი ოფისში, რომ გამერკვია ანუ ნომერი, რომელიც არც კი მიმიყენებია ერთი დღის აღებული და რატომ იწევდა ამის გადახდა რა. და თუ რა უნდა გამეკეთებია და იქ მივედი მითხრეს რომ არაფერი არ ეშველებოდა 5 წუთითაც რო აიღო ნომერიო ამის გადახდა მაინც გიწევსო და მოკლედ გავანაწილები 6 თვეზე და უნდა გადავიხადო 6 თვე. მითხრეს რომ მანქანაო კერძო პირისგან იყიდეო თუ გარაჟში იყიდეო რა. ანუ გარაჟში რომ იყიდა თურმე შემეძლო რომ დამეწერენებია გარაჟზე ის ვიგანაც ვიყიდე. რომ მანქანა უკან დაიბრუნა გარაჟმა, რო არ გაუყიდია და ამ ცნობას რომ მოუტანდი, ამ გადასახადს გაუგზავნიდნენ გარაჟს და გარაჟის მემატყმე გადაიხდი და ამ გადასახადს, მაგრამ რახანა კერძო პირი იყო და კერძოდ ვიყიდი და ამიტომ ვერაფერი ვერ უშველეს. და მომიწია მე გადახრა. ანუ მსგავს სიტუაციაში რო არ აღმოჩნდეთ სანამ არ დაწმუნდებით რომ ქვია მანქანა კარგია და არაფერი არ სჭირს, მანამდე ნომრები არ აიღოთ. აი 5 წუთითაც კი როგორც კი დაარეგისტრირდა, მაინც გიწევს გადახდა. ნუ აი შემთხვევაში არ მოსულა დიდი გადასახადი რაღაცა 154 ევრო მოვიდა. მაგრამ ახალი იყო მანქანა, 2 წლის მანქანა იყო და შეიძლება ბენზინი და შეიძლება მაგიტო და არ ვიცი სხვა დროს რა მოხდება. ასე რომ ყურადღებით იყავით, წარმატებები და გამომყევით YouTube-ზე, იქაც ბევრ საინტერესო ვიდეოებს ნახავთ, რაც გამოგადგებათ. ნახვამდის.